როგორ ხდება რეალური ცვლილებები. არა მარტო ასტროლოგიურად, მაგალითად, ასტროლოგიაში ვიცით, რომ ეს ტრანზიტებიც გვჭირდება, ამისთვის დაბნელება გვჭირდება ხოლმე. მაგალითად, 7 სექტემბერს არის დაბნელების დერეფნის გახსნა და ეს პერიოდი განსაკუთრებით ძალიან კარგი არის ხოლმე პოზიტიური ცვლილებების ან ზოგადად ცვლილებებისთვის. თუმცა რეალურად რომ დავიწყოთ ჩვენი თავის ცვლილება, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორების ჩართვაც. ბედი და ცხოვრება იცვლება მეგობრებო ქცევის შეცვლით. ქცევა როგორც აზრობრივად და ფიქრებით, განწყობით, ემოციით, ასევე ელემენტარული რუტინული ქცევით. მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ჩვენი ცხოვრება, სად ვართ, როგორ ცხოვრობთ, ხო? აი, ცოტა მასშტაბებში უნდა შევხედოთ ჩვენ ცხოვრებას, ზევიდან უნდა დავხედოთ ჩვენ ცხოვრებას და შევხედოთ რა მოგწონს იქ, რა არ მოგწონს, რა შევცვლით, ან ეხლა რა სიტუაციაშიც ვართ, რა მოგვიყვანა აქამდე, რა ქცევამ, რა წმენა წარმოდგენებმა, რა შინაგანმა ხედვებმა მოგვიყვანა აქამდე. აი ძალიან კარგად გვაჩვენებს ცხოვრებისეული მოვლენები, ხო? აი თუ რაღაცაში გაჭედილები ვართ. მაგალითად, ზოგი მოდის ხოლმე პირად ცხოვრებაში რო არის გაჭედილი, ზოგი მოდის კარიერაში, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ზოგს ყველაფერში ერთად. აი აქ ხდება ის, რომ სადღაც არ მიდის სწორად ადამიანი, დიდ სურათში უნდა შეხედოს თავის თავს და დაიწყოს უკვე რეალური ცვლილებები. და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგს მაგალითად უყურებ და უბრალოდ მენტალურად უნდა შეიცვალოს, აზრობრივად, ანუ რაღაც დამოკიდებულებები აქვს ადამიანს არასწორი სამყაროსა და ცხოვრების მიმართ. სწორი და არასწორი რაც ნიშნავს, იცით, მე ხლა ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ახ ადამიანს უსმენ და აბსოლუტურ სისულელეს ლაპარაკობს, წარმოდგენა რა აქვს, თქვათ, იმ სფეროში, ლილიტის რო ეძახიან, თუნდაც რა სხვა ასპექტის სფეროში. და სერიოზულად დარწმუნებულია არასწორში რაღაცაში, ხო? ნუ ეს რა თქმა უნდა, მე ქვეცნობიერში. აქ ხდება აცილება, ანუ მოდით ესე ვთქვათ, შეიძლება საერთოდ ეს ყველაფერი ეგოსთან არის ყოველთვის დაკავშირებული იმაზე, მე რასაც ვაკორდები ხოლმე, იმაზე მეტად ხვტებით ზევით, ვიდრე შეგვიძლია. ან ვიღაცები არიან, რომელიც არიან ზევით, მაგრამ ქვევით ეკაჩებიან საკუთარ თავს, ხო? ანუ პირიქით აქ მიდის რეალობასთან შეუსაბამობა, როგორც მაგალითად, რომ მოდი რა, ახლა დავანებო ამას თავი, ეს ჩემი არ არის და არ უნდა შევეტენო იქ, სადაც ჩემი არ არის, ხო? ან პირიქით, მე იქ ვარ და მაინც ვამდაბლებ თავს, ხო? ვიღაცებთან მაგალითად, ან რაღაც აი ქალი რო არის მაგალითად დაბალი თვითშეფასება როგორ ჩანს, ხო? არის დესტრუქციულ ურთიერთობებში. აი თუ ქალი იქით ეხვეწება მამაკაცს მაგალითად ურთიერთობას, ან ქალი რომელიც ქალი ავიღოთ ან კაცი ავიღოთ, იქით ეხვეწება უფროს, რომ რაღაცნაირად დააფასოს, ხო? ნებისმიერ სფეროში ვლინდება. ეს არის უკვე დაბალი თვითშეფასება. ეს არის უკვე ის, რომ ადამიანს შეიძლება გაცილებით მეტი